ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში. დავით ბატონიშვილი გამგებელი ლეგიტიმიზმის წესის შესახებ. გიორგი მე-12-ის მემკვიდრეს დავით უფლისწულს ბატონიშვილს ქართლ-კახეთის გამგებელს, რომელსაც რუსეთის იმპერიამ წაართვა მეფობა და რომელიც დავით გამგებლის ან დავით მე-12-ის სახელითაა ცნობილი, თავის ნასრომში საქართველოს სამართალისა და კანონების მიმოხილვა, მეორე თავი მეფე და სამეფო სახლი. ტახტის მემკვიდრეობის შესახებ უწერია. საქართველოს სამეფო ხელისუფლება თვითმკვლელური და მემკვიდრეობითია. ძველი დროიდან დაწესებულია, რომ სამეფო ტახტი გადადის მამიდან უფროს ვაჟზე. თუ მეფეს ვაჟი არ ჰყავს, ძმის ვაჟზე და ასე შემდეგ. დაქვრივებულ დედოფალსა და პრინცესებს არ შეიძლება ტახტი გადაეცეს. სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადის უფროს ვაჟზე, ან თუ მეფის ოჯახს არ ჰყავს ვაჟი, უახლოეს ნათესავ ვაჟზე. სამეფო დინასტიის გვარი გადადის მხოლოდ მამრობითი ხაზით. ასეთია ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი პირობა საუკუნეების მანძილზე და ამ პრინციპის შესწვლა შეუძლებელია. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის მხოლოდ მამრობითი ხაზი გადაეცემა არა უცვლელი რელიგიურ სახელმწიფოებრივი ტრადიცია და არა ქართთა უფლებების დისკრიმინაცია. ქართული ლეგიტიმიზმის კანონები უცვლელად უნდა გადავიდეს კონსტიტუციაში თავის საქართველოს მეფე. თამარ მეფის და რუსუდანის მაგალითად ეს გამონაკლისი. თამარ მეფის შემთხვევაში ტახტზე იმიტომ ავიდა თამარ მეფე, რომ სამეფო ოჯახს და საგვარეულოს იმ დროისათვის სხვა მემკვიდრე გარდა თამარის აღარ ყავდა, ვაჟი აღარ იყო, მოგეხსენებათ, რომ ესე იგი დემნა ბატონიშვილი გარდაცვლილი იყო იმ დროისათვის, მას შვილიც არ ყავდა და ერთადერთი მემკვიდრე ტახტისა იყო თამარ მეფე. და ამიტომ თამარი ავიდა ტახტზე. შემდგომ რუსუდანის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით ლაშა გიორგის ანდერძის მიხედვით ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსუდანი იყო დროებითი მეფე. ანუ ლაშა გიორგი, რადგან მისი ვაჟი იყო პატარა, რუსუდანს დაუტოვა ესე იგი ტახტი დროებით და დაავალა, რომ როდესაც რუსუდანი ესე იგი მისი ვაჟი გაიზრდებოდა და გახდებოდა სულწოვანი, რუსუდანს მისთვის უნდა დაეთმო მეფობა. ამგვარად ქალის ტახტზე ასვლის ეს ტრადიცია არც ბაგრატიონებში და არც მანამდე ეს ფარნავაზიანებში არ ყოფილა, აუცილებლად გადადიოდა მამრობითი ხაზით. ეს სულ როგორც თქვით, სულაც არ არის ქალების დისკრიმინაცია, არანაირად ეს არის მოცემულობა, რომ ესე იგი გენეტიკა გაგრძელდეს მამრობითი ხაზი და ასე შემდეგ. დღეს ევროპაში კი შეცვალეს და უკვე ტახტის მემკვიდრე შეიძლება უფროსი ვინც არის, ანუ ქალი რო შეიძლება იყოს, ის გადადიოდეს, მაგრამ ევროპას აქვს თავისი გზა, ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის ქართული გზა. ამგვარად ტახტის მემკვიდრე დღეს საქართველოში შეიძლება იყოს მხოლოდ ბაგრატიონი, მამით ბაგრატიონი, პაპით ბაგრატიონი და ბაგრატიონების შთამომავალი ვაჟი. და თან ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს უნდა იყოს ახალგაზრდები, ესე იგი ბავშვები, რომლებიც შესაბამისად გაიზრდებიან. ეს არის. ძალიან კარგი. ესე. გვეყო ეს